ისტორიის მიღმა, რომელსაც გიყვებით რეალური ადამიანები და მათი თავგადასავლები დგას. თქვენ უსმენთ გურულ ფაილებს, რადიო გურიაზე. წარმოიდგინეთ გაუვალი, უღრანი ტყე, სადაც შავი ზღვის ნოტიო ჰავა და ალპური მთების ცივი ქარი ერთმანეთს ხვდება. სწორედ აქ, ძველ საზღვართან, ლეგენდის თანახმად ტრაგედია დატრიალდა. თურქებმა ულამაზესი თავადის ქალი, მარო მოიტაცეს. გურული მდევარი თავგანწირვით მიჰყვებოდა კვალს. თუმცა დამპყრობლებმა მაროს დათმობას მისი სიკვდილი ამჯობინეს. უკან დადევნებულ მებრძოლებს მათ მოკლული გოგონა დაუტოვეს. იქვე ქვაზე კი სისხლით ორი სიტყვა ეწერა: ბახმარო. სწორედ ლეგენდარულ მაროს უკავშირებს ხალხი გურიის მაღალი და ნისლიანი კურორტის, ბახმაროს სახელს. თუმცა საუკუნეების განმავლობაში ეს ადგილი მხოლოდ ლეგენდებში კი არა, რეალურადაც ნამდვილი საბრძოლო ზონა იყო. ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ამ ტერიტორიაზე თურქეთიდან გამუდმებით ხდებოდა თავდასხმები. ქალებისა და ბავშვების მოტაცება, საძოვრებიდან და ჯედების გატაცება. ეს ქაოსი მხოლოდ 1878 წელს, რუსეთ-თურქეთის ომის დასრულებისა და აჭარის შემოერთების შემდეგ შეწყდა. მტრობა მეზობლობამ შეცვალა და ბახმარომაც ამოისუნთქა. 1880-იან წლებში ამ ადგილს შემთხვევით ესტუმრა ოზურგეთის მაზრის იმდროინდელი ექიმი დავიდიანცი. კაცი, რომელიც გურულების მეხსიერებაში დაუვიწყარ, კეთილშობილ პიროვნებად დარჩა. სწორედ მისი რეკომენდაციით 1881 წლიდან ბახმაროში პირველი სისხლნაკლული, ნერვების სისუსტისა და მალარიით დაავადებული პაციენტები ავიდნენ. ხალხი საოცარი სისწრაფით გამოჯამრთელდა. სხვათა შორის ამ კეთილშობილი მკურნალის სახელს ბახმაროში დღესაც უფრთხილდებიან. კურორტის ერთ-ერთ ულამაზეს უბანს დღემდე დავითიანი ქვია. პირველ წლებში მოაგარაკეები ხეების ტოტების ქვეშ კარვებში ცხოვრობდნენ. მაგრამ კურორტი ისე სწრაფად გაიზარდა, რომ მალე აქ 200-ზე მეტი ხის სააგარაკე სახლი გაჩნდა. 1913 წლისთვის დამსვენებელთა რაოდენობამ კი უკვე 6000-ს გადააჭარბა. როგორც ცნობილი გურული პედაგოგი ტარასი მამალაძე თავის ჩანაწერებში იხსენებდა, 1911 წელს ჩოხატაურის ინტელიგენციის ჯგუფმა ქუთაისის გუბერნატორს თხოვა გზის გაყვანა. მათ მიზანს მიაღწიეს. მალე შესაძლებელი გახდა ცხენით შეუფერხებლად ასვლა ჩოხატაური ხევი ქვაბხის გავლით, სადაც გზად ულამაზესი ნაბეღლავი და მისი მინერალური წყლები მდებარეობდა. თუმცა ოზურგეთელები ასე მარტივად არ დანებებულან. პარალელურად ოზურგეთის მცხოვრებთა ჯგუფი თავის მხარეს ლობირებდა და ამტკიცებდა, რომ ვაკიჯვრისა და მთისპირის გავლით ბახმაროზე ასვლა ბევრად მოკლე და ხელსაყრელი იყო. გურულები კურორტის მთავარ კარიბჭეობაზე ერთმანეთს ენერგიულად ეჯიბრებოდნენ. ექიმები ჯერ კიდევ საუკუნის წინ წინასწარმეტყველებდნენ, რომ ბახმაროს ბრწყინვალე მომავალი ექნებოდა. და მართლაც, მაროს ტრაგიკული ლეგენდიდან დღევანდელ დღემდე. ეს არის კურორტი, სადაც დღესაც ჯანმრთელობის საძიებლად და იმ განსაკუთრებული ხიბლისთვის ადიან, რომელიც მხოლოდ ბახმაროს აქვს. ღამით დანთებული კოცონები და მის ირგვლივ შეკრებილი ხალხი. დოსტები, ანუ აჭარელი ცხენოსნები, რომლებიც ყოველდილით საუკეთესო რძის პროდუქტებს დაატარებენ გასაყიდად. ნაძვის სურნელოვანი კევი, ხისგან დამზადებული სათამაშოები და რა თქმა უნდა ნისლი. ნისლი, რომელიც ხან გადასერავს, ხან კი სრულად მალავს ხის პატარა სახლებს. ეს გურული ფაილებია, რომლებიც ჩვენს იდენტობას ინახავენ. მომდევნო გადაცემაში გურული ამბების სხვა ფურცლები გადავ